ეს ქუჩები და ნებისმიერი ის პროექტი, რომელიც გაწერილია კონკრეტული თანხების სახით ბიუჯეტის პროექტში, არის მოქალაქეების მიერ მოტანილი ინფორმაცია. ამის შემდეგ აღმასრულებელი რგოლი და წარმომადგენლობითი ორგანო ქუთაისის მუნიციპალიტეტის დავსხდებით და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება რა პრიორიტეტი ექნებოდა კონკრეტულ პროექტს. ამ ეტაპზე პრიორიტეტად ჩაითვალა ისეთი საკითხები, რომელიც უშუალოდ მოქალაქეებს ეხება, მათ გეოგრაფიას ეხება და ეხება მაგალითად საბინაო ინფრასტრუქტურას, ეხება ქალაქის დასუფთავებას და ეხება ასევე საყდენი კედლების რეაბილიტაციას და ეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, ასევე სანიაღვრე არხების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაციას. რას გულისხმობ? და რა წარწერაზეა საუბარი? ხო, ნუ მე ვფიქრობ, თუ ასეთი სახის წარწერები პირველ რიგში რაღაცა ძალადობრივია, რა თქმა უნდა, ამას უნდა გავემიჯნოთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით და მოწოდება ჩემთვის სუბიექტურად და ალბათ ყველა დეპუტატისთვის, რომელიც საკრებულოში მოღვაწეობს, არის მიუღებელი. რაც შეეხება რეაგირებას, მე კონკრეტულად ვფიქრობ და პირდაპირ გეტყვით, რომ შესაბამისმა სამსახურმა, მათ შორის შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა, თუ სამართლებრივი და კანონთან შეუსაბამოა, ეს ყველაფერი უნდა მოამგვაროს და შესაბამისი პირი უნდა დაისაჯოს ადმინისტრაციული წესით. სხვა გამოსავალი ამ ნაწილში მე ვერ ვხედავ. ანუ თუ პირი კონკრეტულად აშავებს და მათ შორის წარწერას აკეთებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ეს არის ჩემთვის მიუღებელი. და ამაზე შესაბამის სამსახურს მუნიციპალური იქნება თუ სხვა სამართალდამცავ ორგანოებს უნდა კონდეს მკაცრი რეაგირება და ეს პირი უნდა დაისაჯოს ადმინისტრაციული წესით. ზედამხედველობის სამსახურს ალბათ მუნიციპალურ ნაწილში და შესაბამის სამართლებრივ ნაწილში. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მით უმეტეს ადგილობრივი დემოკრატიული პროცესებისთვის ოპოზიციის მონაწილეობა ნებისმიერ ისეთ საკითხში, რომელიც ეხება პოლიტიკას, არის მნიშვნელოვანი. მე დღესაც მოუწოდე ოპოზიციას, რომ შემოვიდეს საკრებულოში და მიიღონ მონაწილეობა საკრებულოს ხომებში, რატომ? იმიტომ რომ ისინი წარმოადგენენ იმ ხალხის ინტერესებს, რომელმაც მხარი დაუჭირა. ამ ნაწილში, როდესაც არ მონაწილეობენ ისინი ხომაში, საკუთარ ამომრჩეველს და ხალხს, ადამიანებს ართმევენ ხმას.